მაძიებლის ფინალში ვარ. ორი ვახტანგი. ორი ვახტანგი. ორესამოსი და ვახტანგ ბოლოთაშვილი. ამას ვერ ვაგეთებ ისე. ბოდიში. Google Lens-ები. ეს მინდა რა. რაღაცა სანამ მოიგებს მაგ ვერსიო. ეს ჩვენ პერსონალური სივრცე. თელაველი კაცის პერსონალური სივრცე. ერთი ფულაცა რა, სუდი ჩემო ვახტანგი. მოგზავნით. ეცა შეიძლება? აუ, გამანებეთ თავი რა. აუ, რამდენჯერმე დავემართოს ერთი და იგივე. ყველაფერი კარგია, რაც კარგად თავდებაო, ნათქვამია და ასევე ყველა გამარჯვებული ერთნაირად და ყველა დამარცხებული თავისებურად. ეგ არ არის ნათქვამი, მაგრამ მე ვთქვი. იცი რა, ჩემი სესხიო დამთავრდება მაინც აიქნება კაი. აუ, რა კაია, იცი სესხის დამთავრება. მე მოგიყვები. მე არ გამომიცდია. ეგ არის ცალკე ათისა. გამარჯობა, მეგობრებო, გამარჯობა. მაძიებლის ფინალში ვართ და ეს ორი ვახტანგი, ვახტანგურად ითამაშებს ფინალს და მოკლედ ესე დარბაიხური ახონიო. აუ, აგიმარჯოს, შენს მაყურებლებს გაუმარჯოს. მაძიებლის ფინალს ვიწყებთ ტორესამოსი და ვახტანგ ბოლოთაშვილი თუ ვახტანგ მოსიაშვილად წაგართ. მე არ მაქვს პრობლემა როგორც ხარ. ვითამაშებთ ფინალს, რომელიც მგონია რომ ყველაზე საინტერესო უნდა გამოვიდეს. ჯერ ერთი პირდაპირ წყდება უკვე MetaQuest 3-ის მფლობელის ბედი. და გარდა ამისა, ყველაზე ისეთ კითხვები ფინალისტვის შემოვაკოციცეთ, რომელიც ძალიან მოგწონს და იმედი მაქვს, რომ თქვენც ისე ამოვნებთ. სანამ თამაშს დავიწყებთ, აღვნიშნავ აუცილებლად, რომ ბიბლუსია ჩვენი სეზონის მთავარი პარტნიორი და დიდი მადლობა ბიბლუს, რომ ესე გვეხმარება. ასევე ჩვენი დიდი ხნის მეგობარი და მხარდამჭერია მაძიებლის PSP, ასევე Click Production-ია ჩვენი გადამღები ჯგუფი, ვინც მაძიებელს იღებს და Heima Production-ი კი ჩვენ მუსიკალურად გვაფორმებს. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. ძვირფასებო. აქვე მაყურებელს უთხრათ, მე რო არ თქვენ რა ეს რა არის ხალხო, სვეტ ეგვირები რატო გაჩვენეთ, ერთ დღეს ჩაიწერა ყველაფერი. აბსოლუტურად. და მაგიტო არ ყველაფერია ნახევარფინალი და მაგიტო არ იგივე შორტებით რაც წინა გადაცემაში რა, თორე. განა არა მაგაცო, მეორეს მაგ. რა, დასამალი მეოთხე ფინალები ერთ დღეს ჩავწერდი, მეორე დღეს. მეც მაშინ დავამატებ, მე პერანგი გამოვიცვალე, ორი მაქვს შავი, ამიტომ არ არის გონათ. ტენგოლა კამისა ნეგრაო, ესე თქვა. კი. ოხუნჯობა იქით იყოს და ავაგდოთ ლარიანი. ერთიანი თუ მე არ უღალატებ ჩემ ბორჯყალს თუ საქართველოს გერბს. მე ერთიანს ავღალატებ. ერთიანი. ოკეი, მარტივი ყოფილა ცხოვრება. გერბი? ბრავო. გერბი დაჯდა. დაირღვა ტრადიცია ხა. ბოლო თამაშებია გერბმა აჯობა. დაირღვა ტრადიცია. კეთილი, ტორესა დაიწყებს. არ გამიხარდა მე, პირველ შეკითხვაზე, ხო? შეგიძლია არჩიო. შეგიძლია არჩიო და არ დაიწყო. დაიყოს. დაიყოს ას. პირველი მინიშნება ძვირფასებო. ადამიანს ვიცნო? დიახ. ინებე. ხო. რამე ლირიული ჩაურთეთ? რა შეიძლება იყოს, რა შეიძლება გვეუბნებოდეს სვანეთი? ძალიან ბევრ რამეს. სვანეთია? კოშკები აშკარად სვანურია. შატილი არ არის. ალბანეთშიც რა აქვს ხო იცი კოშკები? რადგან ჩვენ საქართველოს ისტორიაზე ეს ხუმრობ. ვშელობთ, ალბანეთი გამოირიცხა. რატომ ახსენდება ეგრევე ხერგიანი, არ ვიცი. ხერგიანი. მაგრამ ახსენდება. თუ მხოლოდ ხერგი. არა, ეხა სვანეთის ისტორია უმდიდრესი არის, აქ დგას ძეგლი, თუ კარგად დავაკვირდებით ფოტოს და რა თქმა უნდა ამას ვერ ვაკეთებ ისე. ბოდიში. Google Lens-ები. ეს მინდა რა, რაღაც არის და მინდა რა. ავადიტო. არ არის. მანახე ძეგლი. არ ეტყობა წარწერა, ძალიან თვალი უნდა გქონდეს, რომ იმ წარწერა არა გამორიცხულია. შანსი არ არის რა. გავრისკო. უკვე უნდა გარისკო, ესე იწყებ ფინალს. რავი, ეხლა რომ დავფიქსდები რა. ალბათ
მაინც უფრო ხერგიანი არ ვიცი რატო, მაგრამ ეგრევე თავში მოდის ხერგიანი, აი რეკს რა პირდაპირ, ხო. და ეს კოშკები და ეს ყველაფერი იქნება რაღაცას მეუბნება, მაგრამ თან არ მეუბნება. შენ როგორც გინდა? ეხლა რო თუ გინდა დაუცადე შემდეგ, თუ გინდა გამაზე, თუ გინდა გამოიცანი. ხერგიანი. აფიქსირებ. დავიწყებ რისკი. აფიქსირა? დააფიქსირა. სპორტსმენ დაფიქსირე? ნახავ. შენც გაქვს ანუ რაღაც ვერსია? სპორტსმენი ხო. სამ სპორტსმენს ვფიქრობ რა. მე მგონია სპორტსმენი იქნება ან ნესტორ ხერგიანს, ან ვარლამელი პარტელეს, ან ანა იოსელიანს. მაგრამ ქალები იმდენად ხშირად ყავთ, ანუ სამი პიროვნებიდან ერთი სულ ქალია ხოლმე. ეს რო იყოს მესამე კითხვა და პირველი ორი კითხვა ყოფილიყო კაცზე, ვიქნებოდი ანა იოსელიანი ეთქო მაგ ლოგიკით. ამიტომ ნესტორ ხერგიანს და ანა იოსელიანს შორის ვფიქრობ. ნესტორი არა უყოთ. ნესტორ ხერგიანი იყო კაცო? ვინა? აი თამშრომელი რო იყო. მიხეილ ხერგიანი, მაპატი. ნესტორი იყო მოჭიდავე იყო ნესტორი. ამაში 4 სვანი მწოდნია. ნუ ჩემ წინ ყოფილა ახლა მე. ხო. მოკლედ ტორესამ დააფიქსირა და ეს სწორი პასუხია პირდაპირ 4 გოლით გაიჭრა მიხეილ ხერგიანი. კი, ეს არის ხერგიანის სახლ-მუზეუმი მესტიაში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა არის. შემდეგი მინიშნება იქნებოდა ასეთი ყველაზე ცნობილი მარშრუტი ხო, სპორტსმენი რო იქნებოდა ხო ლოგიკურია. ხერგიანის. ამითი ეს რო ყოფილიყო პირველი მიხვდებოდი? ვაუ, ეგრევე. ხო, არა. ამით თქვი და რატომ თამსვლელები ბევრი ყავს ისეთი რა. ხო, ანუ ხერგიანი დავხსენდი აუმენს. ეს არის მესამე მინიშნება. კლდის ვეფხვი? კი, ბატონო. კლდეზე ადის ვეფხვი. აი, შანსი არ არის მე. იოჰე. და ბოლო მინიშნება არის თავად მის ჩანაწერების სამი სახელი მაქვს. საინტერესო ფაქტია და იმიტომ ვკითხულობ. ჩემი ნამდვილი სახელია ჩხუმლიანი. ოღონდ გვარის ნაცვლად კი არა, ჩხუმლიან ხერგიანი იყო მისი ნამდვილი ისა. ნათლობისას ეს სახელი ჩვენი შორეული წინაპრის პატივსაცემად დამარქვეს. ჩემი მეორე სახელია მინანი. ასე მეძახიან სახლში მამა, ძმები, დები, ახლო ნათესავები. ჩემი მესამე სახელი რუსულია, მიშა. ასე მომნათლეს ინსტრუქტორების სკოლაში და ჩხუმლიანს ვერ გამოთქვამდნენ. აი, ხედავთ, ესე იგი ჩვენი მიხეილ ხერგიანი ჩხუმლიან ხერგიანი ყოფილა. კი ბატონო. 4-0 ყოჩატორეს, ბრავო. თან ფინალში მიხდა ერთია, მაგრამ გარისკო არ არის მარტივი ამბავი. შესაბამისად, ნახოთ მიხეილ ხერგიანის შესახებ ვიდეო. სახელი მიხეილ ხერგიანი, იგივე მინანი ან ჩხუმლიანი. პროფესია ალპინისტი. მიღწევები საბჭოთა კავშირის 7 გზის ჩემპიონი კლდეზე ცოცვაში, 3 გზის ჩემპიონი ალპინიზმში. მიღებული აქვს საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდება. დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის და ალპების ურთულესი მწვერვალები. მთებში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილი ჰყავს უამრავი ადამიანი. 1964 წელს პირველი იპყრობს მწვერვალ უშბას, მარშრუტით უშბის სარკე, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ მარშრუტად ითვლება მსოფლიო ალპინიზმში. ინგლისის დედოფალი ხერგიანს კლდის ვეფხვად იხსენიებს, რაც შემდგომში თამსვლელის მეტსახელად რჩება. ვაგრძელებთ ფინალს ასეთი ელვისებური დაწყების შემდეგ, ნახოთ ამჯერად ვახოსკენ იქნება ესტაფეტა და შესაბამისად ნახოთ რა გამოვა აქედან. მეორე დოსიე. კაი, პირველი მინიშნება. აბა რა ხდება? ბერტა ფონ ზუტნერის ქუჩაო. ჩატრიალდა. ხო, ტიმოთე ბელოი, სცენართა სანერგე, რონი გრიგალი, ანუ რა ადგილი არის ეს ავთანელის ქუჩა? ვარსა პანდრონიკაშვილი. ეს არის, ანუ ეს რა ქუჩაცაა? საერთოდ ეგ არის დაფარული. აი ეს დიდი ღომია მგონი. და ესენი არის მეფეების ხო მირიან მეფე და ეგენია რა. ხო და მე მგონი ეგ არის ხო. და ეს ხო არ არის მირიან მეფის ქუჩა? არა, მირიან მეფის ქუჩა ეს არის. მაშინ არა, ეს ნესტონდერეჯანი იყო მირიანი. რატომ ხაზგონია მირიან მეფის ქუჩა ეს? აი მოდი, არ მგონია პირველი მეშედ გამოშოს და სამიანი გამიმართებს. კი ბატონო. აბა შენ თუ გისეირნია მაგრამ რონის პიცა.
არქანჯელო ლამბერტის ქუჩა, კრისტიან სტივენის ქუჩა, იაკობ რაინგერზე, ბარონ დე ბაის ქუჩა, ჰუგო ჰუბერტის ქუჩა, ნიკო ბურის ქუჩა, ფატმანის ქუჩა, ავთანდილის ქუჩა, ნესტანდარეჯნის ქუჩა. ვაუ! ეს არის დიდი ღომი. მაგრამ დიდი ღომი რა შუაში არის? ცნობილი ადამიანი უნდა გამახსენდეს დიდი ღომზე და ამ ყველაფერზე? ნუ შეიძლება ერთგვარად, ნუ პირველი მინიშნებაა გაითვალისწინო. არქანჯელო ლამბერტი. არა, კაი ხნა, მეტანი სინაგლეა აქ გარესკვა, ამიტომ მოდი მეორე მინიშნებაზე წავიდეთ. კედაფიჭრე კაცო. არაო. უნდა მარკო პოლო, რა თქმა უნდა. შემდეგი მინიშნება, მეგობრებო. შემდეგი მინიშნება ვახ. ხურსასმენი. აუ მარკო პოლო, მოგზაური მარკო პოლო, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა. კარგი, ესე იგი საქართველოში ეს ხო არ არის, რადგანაც აბა. მაშინ ეს ხო არ შეიძლება იყოს, რადგანაც მოგზაურია, ხო არ შეიძლება იყოს ან კასტელის, ან შარდენის ქუჩა, მაგრამ შარდენის ქუჩას არ გავს ბიჭო ეს რანაირად. აი მე მგონი სწორი იქნება გაგიფილტრო და გითხრა რომ კასტელი ან შარდენი არ იქნებოდა საქართველოს ისტორიაში. ეგრე უშვებით საქართველოს. ანუ მაგაზე რომ ვიმსჯელეთ, ჩავთვალეთ რომ ისინი აღწერდნენ საქართველოს, მაგრამ არა ქართველებს, ან საქართველოსთვის არ ხდებოდა მათი ღვაწლი. აი ბატონო, კი მართალია. ხო, ერთგვარად. ხო და ამიტომ ვინმე მოგზაური ქართველი მინდა, ესე იგი ან ვინცაც ასე ვთქვათ მოგზაურია საქართველოში და საქართველოზე ბევრი რამ გაუკეთებია. რაღაც არ ვიცი. ხო, არ ვიცი. ბერტა, ჰუგო, ან თან არის სულ კვეთავენ არაქართველები. არქანჯელო ლამბერტი, სტივენი, ბრაინგესი, თან რა არის ასე ხისტყაოსნის თემას ხო არ არის გიფიქრეთ, რომ ორი ნახე ფატმანის ქუჩა არის, ხატაეთის ქუჩა არის. უიარებ თამთა, ყაყაჩოტია ბოლოს ჩემი ძველი ჩანთა, ვახ, შოთარუსთაველის ქუჩას თბილისში რა. იგასაკმე. ოპერი. იმიტომ რომ ხო არ არის უბრალოდ შოთარუსთაველის ქუჩა თქო და შოთარუსთან არა, მარკო პოლო რა შუაშია მოგზაური. აიგა. ნიკ მაკარტი. აი აზრი არა. აი. ძალიან შეხვედი როლში, მაგრამ ძალიან კაი სიმღერას მასმენლებდი, რა ვქნა. ჩვენი შემდეგი დაიცა რატო შემდეგ მე არ მიფიქრია ამაზე და ეს რას მეუნები კაცო, მოდი. პირდაპირ გადახვედი. რას მე თვითონ მომეცის საშუალო. მიდი. ეხლა წადი გაიგე რომელი არის მინიშნება ნიკ მაკარტი თუ მარკო პოლო? არა, ნიკ მაკარტი იცი ვინ არის? აზე არა ვარ. ამიტომ დაიკიდე. ამიტომ მარკო პოლო. კალჩა ამათ ყველას საერთო შეიძლება ქონდეს ერთადერთი რა. მარკო პოლოს არ უმოგზაურია საქართველოში, ფეხი არ შემოუდგავს, ხო? ანუ ეს დანარჩენები, რადგან ამათი სახელობის ქუჩები გვაქვს, დიდი ალბათობით საქართველოშიც მოგზაურობდნენ. რა შეიძლება იყოს? არქანჯელო ლამბერტი ზუსტად ვიცით, რომ მოგონებები აქვს ამას ამ კაცს დაწერილი. ამიტომ ყველას შეიძლება ჰქონდეს მოგონებები დაწერილი. არა მაინც და მაინც საქართველოს შესახებ. მარკო პოლო ვიცით, რომ მოგზაური იყო და ამასაც აქვს მოგონებები დაწერილი. ეხლა რომ დავაკავშიროთ საქართველოს ისტორიასთან ეს ყველაფერი პირველი კაცი, რომელსაც ესეთი მოგზაურობის ამბავი აქვს დაწერილი, არის სულხან-საბა ორბელიანი. და ვინაიდან თან ამათი გამაერთიანებელი იქნება ისიც, რომ ყველა ეს ტიპი არის დაკავშირებული რომის ტაძართან. რა, სულხან-საბა გქონდა? და რატო შეიძლება რომ ორჯერ გქონოდა? არა. კაი. გარისკავა მაგას? აი, არ გავისკავ მაშინ. ჩემ თლიანად ჩემი მსჯელობა ყოფილა სტარი და მოდი ზვაო მესამე. უბრალოდ ისე ლამაზად ყვებოდი რომ აღარ გაგაჩერე. ისიც იმაზე ყვებოდა, რადგან ეს მოყვებოდი ნეტა. არა, სულხან-საბაზე წავიდა და რადგან უკვე გქონდა, ამიტომ მადლობა რომ გამფილდ. ანუ მესამე მინიშნება გაჩვენდა. აი ეგრე გამოდის. ეგე აგიტა გეწყო. ოსის ზღვა. თუ შეიძლება. მოვა შენთან. შავი ფერი გაქვს სამზე. აი გა.
შავი ზღვა, ანუ გადაადგილება არის, ესე იგი. კაი მოგზაური გასაგები არის. აუ, ეს ვაშლი ჯვარი თუ არის, ბიჭო. ვაშლი ჯვარი თუ არის, ის იქნება, ეგ იქნებოდა თუ უკვე. ვინა? უკვე ქონდა გეტყვი? ის ჯუმბერლეჟავა ქონდათ? ხო. მოგზაურობის მარშრუტი, ანუ მე-18 საუკუნის ბოლოა რა, მე-18-ის ბოლო, მე-19 დასაწყისში მოგზაური მინდა ვიღაცან გადადგილება. არა, უბრალოდ ვერ ვიხსენებ. ხანაგეთ ცეილონშიც იყო ჩასული. ვერ ვიხსენებ უბრალოდ ვინ იყო. სამწუხაროდ, მე მგონი ძალიან მარტივი კითხვაა და ვერ ვიხსენებ რა, რაღაცა ძალიან მარტივია რა. კეთილი. აბატონე, ქვემო წლებია და მაგას დააკვირჩ. მოგზაურობათა მარშრუტები 1799, 1814, 1815, 1820, 1822, 1827 წლები. ოკეი, ეს არის ინდოეთში მოგზაურობა. ვინი მოგზაურობა ამ დროს? ვინ იყო ეს კაცი? ან ქალი? ნამდვილად ბავშვი, იქნებ ქალი და არა კაცი. ოჯახი. ნუ ასაგებია რომ ეს არის გახლავთ ირანი, აქეთ ეს რა ქვია, ავღანეთი. და მე ქვემოთ მოდის უკვე ისინი. ახ, შემდეგ სად იყო? ირანი, ავღანეთი, კიდე სად იყო? ირანი, ავღანეთი, ინდოეთი? ინდოეთი და ანუ აი პაკისტანი რაღაც ეგრე რა. პაკისტანის ნაცია თუ დაბრუნდა. ეგეც იყო ეგეც რა პონტია. ეგეც ხო იყო? ვინა? არა ის არა არ იყო ეგ. არა, თუ იყო გეტყვი რომ იყო თქო, თუ ვინმე სიხსენებ რა. 1799, 1814 ვინ იყვნენ ამ დროს? შეიძლება მოგზაურა ამას. კაი, თუ აქტიურ წამსაც მოგცენ და არ ვიცი. კაი. მეოთხე მინიშნება. აბა ეს გახლავთ ბოლო მინიშნება. მე მათეთქული ვიყავ წარგზავნის საქართველოს მეფის ერეკლეს მიერ შედეგი არამოდის გამადრასი ცხოვრობდა მდიდარი სომეხი, რომელიც ყოველწლიურად უგზავნიდა ერეკლეს საჩუქრებს. აბა ხანაღა წავიკითხავ. 1795 წელს მარტის 15-19 მარტს ვიყავი წარგზავნილი საქართველოს მეფის ერეკლეს მიერ ინდოეთს შემდეგი გარემოების გამო. მადრასში ცხოვრობდა მდიდარი სომეხი, რომელიც ყოველწლიურად უგზავნიდა ერეკლეს საჩუქრებს. მეფემ სამაგიეროდ უწყალობა მას დიდი სოფელი ლორი და წყალობის იგივე ამის შესახებ გამატანა მე. მადრასში მისვლისას კიდე იყო რაღაც. მადრასში შენ მისვლისას ფეხებს გამოვიცნობდი მაგას, პირდაპირ შემიძლია ვთქვა. მადრასში მისვლისას მე იგი სომეხი ცოცხალი აღარ დამხვდა. იგი გადასულიყო 1 წლით ადრე ჩემს ჩასვლამდე. სენეულ სიგელი მე მივართვი მის შვილს, რომელიც იმჟამად მადრასში იმყოფდა. ხო, არ ვიცი, ვიზი არის საუბარი სამწუხაროდ ვიღაც ვინც სომეხთან წაიღო რაღაცა სიგელი რო გადაეცა საჩუქრად, ეს არის ხო, ანუ ვიღაცა ადამიანი შეიძლება ის იყო, რა ქვია, ერეკლე მეორემ რო გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოხატვად რო გაუშვა, რა ერქვა იმას, შეიძლება იგივე ადამიანი გაუშვა ამ თემაზეც. დამოვიწყდა ერქვა იმ სასულიერო პირს და ვერ ვიხსენებ სახელს. ზოგადად ვინ შეიძლება ეს იყოს, ვერ ხვდები მართლა. მეკავს. კი ბატონო. ვერ გავიხსენე. ნუ ეხა ორი პერსონაჟი მახსენდება მე. ვინ შეიძლება რომ გაეგზავნა ერეკლე. თავარი პერსონაჟი ალბათ არის გარსევან ჭავჭავაც. აი ეგა. რადგანაც დიპლომატი იყო რა ქვია, მაგრამ ნუ გარსევან ჭავჭავაძე ვიცით რომ თავარ როლს ასრულებდა იმასში რა ქვია. სასულიერო ერქვა. რუსეთთან მოლაპარაკებაში რა და თანაც ეს გავს არა დიპლომატიურ მისიას, არამედ უფრო შიკრიგულ მისიას, ანუ ვიღაცა აგზავნის სომეხთან. რა ვინ შეიძლება გაეგზავნა სომეხ ტიპთან მის კარზე ვინ იყო.
ანუ მის კარზე ცნობილი ზოგადად ერეკლეს ძალიან კაი ურთიერთობა ქონდა სომხებთან და საიათნოვაში. ერთადერთი ისტორიული პრინციპი ხო, აი საიათნოვა შეიძლება იყოს სწორი პასუხი. აი ამ კითხვაზე და სომეხი, საიათნოვა. მის კარზე მსახურობდა ვიცით. მე ისიც ვიცით რომ რაღაც მიზეზის გამო ან გააძევეს, ან თვითონ წავიდა რა უყალდა იყო საიათნოვა ერეკლეს შვილიო ლეგენდა გვეუბნება და მე ახპატში მოკვეთეს თავი და დაკრძალულია თბილისში სომხურ ეკლესიაში მეიდანზე გეორგის ეზოში. ესეც შემიძლია უთქვა. ეგ არის. ნუ საიათნოვა საერთოდ შენ საბოლოო ვერსია. თუ არ არის არის საიათნოვა? ხოდაო? არ არის. საერთოდ არ არ არის. არის. შეიძლება არ იყოს დავიწყებ რუკიდან. ეს ნამდვილად მისი ქუჩაა დიდ დიღომში და დამატებით ის მნიშვნელობა აქვს, რომ მოგზაურები იკვეთენ და თვითონაც ცნობილი მოგზაურია. ეს სწორედ მისი მარშრუტია, როგორც აღმოაჩინეთ და განსაკუთრებით ცნობილია მისი მოგზაურობა ინდოეთში, აი კონკრეტულად ეს მოგზაურობა, რომელიც 2 თუ 3 წელს გაგრძელდა, თუ სწორად მახსოვს, ისე რომ ჩავიდა ის ესაც მისი ჩანაწერია და ნუ მარკო პოლო მისი, ანუ მარკო პოლოს ყველა ცნობილი ანალოგია, შენ სწორად აღნიშნე, რომ არადიპლომატიურ მისიაზე დიპლომატს არ გაუშვებდაო და გაუშვებდა ვის ვინ დადიოდნენ ყველაზე მეც მაშინ. სასულიერო პირები, ვაჭარი და ვინ იყო დუეგ ვაჭარი. ეს ადამიანი გახლავთ ყველაზე ცნობილი ვაჭარი და მოგზაური საქართველოს ისტორიაში. ალბათ არ იცოდით ან არ გახსოვთ მის სახელი და გვარი რაფიელ დანიბეგაშვილი. შენი დედავატირე რა. იცოდი? ვაფშე ვერ გავიხსენე ხა რაფიელ დანიბეგოვის ჩანაწერები, ხო? ხვალო მითხრა ვერ გავიხსენებ. რაფიელ დანიბეგაშვილი, რომელიც მე იმაში ხდება რა, მორი ზურგუხში გახსოვს თავარი. არის კი. და ძალიან საინტერესო კაცი იყო, ვაჭარი იყო, რომელიც ჩადგა სახელმწიფო სამსახურში. თელაველი კაცის პერსონალური სირთულე. ესე რომ დადიოდა რაღაც მოგზაურებს თან რაღაცები ჩამოჰქონდა რა და თან ჩანაწერებს აკეთებ, ბევრი ჩანაწერი აქვს დატოვებული, ბევრი რამე გავიგეთ მაქედან. საგან მოყო თავი თელაველმა კაცმა. არა, მაგარი კაცი იყო აშკარად, რამდენი რაღაცა გაკეთებული და ეს ცნობილი, ესეთი ცნობილი რო არა, ეხავს ან მე ვარ შტერი, ან ესეთი ცნობილი არ არის. არა, არ არის ძალიან ცნობილი, პროსტა მაგას ეხა თუ ის ეს იყო შემიძლია ვთქვა სეზონის ყველაზე რთული კითხვა. არა, ძმაო ეს რა. ხო, სეზონის ყველაზე რთული კითხვა. თაკეტა ვერ ავიღეთ ფაქტია. ფაქტია, თუმცა თელაվել კაც არ მეპატება ამ კითხვის. არა, ძმა, მაგრამ გავიცნოთ უკეთ რაფიელ დანიბეგაშვილი. გამარჯობა რაფიელ ძმო. სახელი რაფიელ დანიბეგაშვილი, დაბადების თარიღი 1770 წელი, თბილისი. წარმომავლობა დანიბეგაშვილი ვაჭარ მოგზაურთა წრეში იზრდება. პაპა მისი ქართლის მეფე თეიმურაზ მეორეს ემსახურება. მამა ერეკლე მეორის საიდუმლო დიპლომატიურ მისიას ასრულებს ინდოეთში და აზნაურის წოდებას და სახელმწიფო ჯამაგირს იღებს, რაც მემკვიდრეობით რაფალზე გადადის. მოღვაწეობა მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში 5ჯერ მოგზაურობს აზიის ქვეყნებში. 2ჯერ ერეკლე მეორის, ერთხელ კი გიორგი მე-12-ის დავალებით. 1815 წელს მის მესამე 15 წლიან მოგზაურობაზე გამოიცემა წიგნი, რომელშიც მოცემულია ცნობები ინდოეთის შესახებ. ევისებურად დავიწყეთ, მერე მძიმედ გადავბაჯბაჯდით და ეხლა კიდევ ერთი დოსიე უნდა გამოვიძიოთ, ამჯერადაც სტორესას აქვს უპირატესობა. იზნები უპირატესობა. აი უპირატესობა. ნუ იცი არის კულებში ასახული უპირატესობა უგეთესია, მაგრამ ნუ. შე რაღაცა სანამ მოიგებს მაგ ვერსია უკვე. დავუყე და ექსპლოდარი. კი. მაგ შეაბა. ან სამოიღოს და განახეთ ვეჭა. აბა მე მანა. არა. არა, მაგას მეიშნევ. ეს სავალე მიშნევ. აშალა. AI-ის გენერირებული ეს არის რა. კონკრეტული დავალების მე. ინებეთ. ორსასმენები. იცნობ მაგ ხალხს. ახლა ვერა, მე ხო იცი შენ. AI-ის დაგენერირებული გავს. AI-ის დაგენერირებული, მაგრამ ნუ შოთას ვცნობ ხა ვცნობ მაგას უნდა შუაში ამ ჩოხა ხალხით ვაჟა წარმოსახვაში და ის მესამე galaktion თუ ეს იმ კითხვის ის არის რომ ხუთნს რო ამბობენ ხოლმე შოთა ილია აკაგიო რაცა და galaktion-თონ თავი შენ და იმჭელო ეგ როგორ არის ეგ თეუნი შოთა ილია აკაკი ვაჟა და galaktion ხო და ანუ ილია და აკაკი აკლია სურათში მაშინ არა ეგ არ იქნება რა თქმა უნდა. თუ ეს შოთა, ეს ვაჟა და ის მართლაც galaktion-ია. ვინ შეიძლება ეკლდეს მაშინ რაღაც ხო, მაგრამ ნუ ერთზე მეტი აკლდები. ეხლა მოდი ესე გავუყვეთ.
თუ თქვათ რომ აქ არის 3 პოეტი, მაშინ მეოთხეც შეიძლება იყოს პოეტი. ის მქონდა. აი, სხვა რა საერთო აქვთ ამათ, გარდა იმისა, რომ არიან ქართველები. არიან ქართველები, წერენ ლექსებს. მუშაობთ ავაბში არ ვიცით მე. რაღაც სიტყვა თქვი და ეს მეგონა მაგიტო. არა, ვიცი. აი, მაშინ ვახოსკენ გადავისვრე ამ ნიშნებას. გადაისროლეთ ვახოსკი. აბა გენაცვალე. თანამოქმედებში მიწექონდა ეგ ვერსია. ანუ ვაჟა, შოთა და გალაქტიონია, ხო? ალბათ. შვიდე რომ ვიყავ. ხო. ანუ ილია აკაკი არ არის. ანუ ლექსი რო არის, ვაჟა ილია აკაკი, შოთა და გალაქტიონი. შოთა ილია აკაკი ვაჟა შოთა ილია აკაკი ვაჟა. შოთა ილია აკაკი ვაჟა გალაქტიონი. ანუ ილია და აკაკი აკაკია. ხო. ამ ნიშნებით ხალასაკ ხატია. ეუს ვერ გავიგებ რა. და ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული რომ ხა სამიანი ნიშნები რაც იქნება იმის დაწყებაა და ხა ეს არ მგონია ჩააგდოს მწერლებზე. აი აზრი არ აქვს. გადავიდეთ შემდეგ. განწირული ვარ. დიახ. გადავდივართ შემდეგ მინიშნებაზე, მეგობრებო. შემდეგი მინიშნება. ვალა. ახო, კურსასმენები. კეპ. ასე ეძახიან. რა გიორგი კეკელიძე გა? კეპზე გიორგი გამახსენდა ეგრე. აი, ეს ნუ თანამედროვე ისტორიის ნაწილია ისიც. რა თქმა უნდა. თეორიულად შეიძლება იყოს. სპონსორი კი არ არის. ცირა არის, ხა უნდა დავფიქრდეთ ესეთ რაღაცაზე. კეპები როდის გაჩნდა ჩვენ ცხოვრებაში? კეპები გაჩნდა აქეთ. ანუ თუ ეს არის შოთა, ეს არის ვაჟა, ეს არის გალაქტიონი, მაშინ მათ კეპი მათთან კეპი რა შუაშია ვერ გევი. ანუ უნდა გავიხსენოთ მაშინ ერთი ვარიანტია, რომ პოეტი უნდა გავიხსენოთ, ვინც კეპს ატარებს. მანდ ისო გიორგი კეკელიძესთან მიდის ჩემი თვილი. შოთა ილია აკაკი, ვაჟა გალაქტიონი და კეკელიძე ესე დავასრულოთ შეგვიძლია. არ ვიცი, რომ თუ გინდა იფიქრეთ, თუ გინდა გადავიდეთ სვახოს. მიხდება? ხოჭერ ჩემი კეპია და ტემუდან გამოვიწერე 10 ლარად თუ რაღაცა და ძალიან კაი კეპი გამოდგა. ეს არის, ხო? ნუ კეპი, ამ შემთხვევაში კეპი სხვა რამე უფრო მაბნებს მეხმარებას, სიმართლე თქვა. შუაში ეს ყველაფერი ერთმანეთთან. არ ვიცი. ძალიან ფინალი არის ძალიან გართულებული ხა. არ ვიცი. აი. აბა ბატონო ჩემი. კაი ხუდია, ფასორის. წეგა ვამბობდი ჩემი კეპია თქო 10 ლარად გამოვიწერე ტემუდან. აი შუნიაკ. კარგ შამპუნს ხარობს ანდრო. შეა, ბრავო. საფონში. ბრავო, კეტლი არა, მეგობრებო. ახლა ყურე. ხუდი და სამი გენიოსი. კი ბატონო. ახლა გაიგე. დავაყენებ ეჭქვეშ. ხო, ხუთს და ხუთს. აი ხა გაიგე. აი ფიქრეს ამას, ანუ ისევ იგივე ლოგიკა, ილია აკაკი და ხუდი. ისევ არ მაინტერესებს. მე არ ვერევი მაგ ლოგიკაში. გეუბნები სწორია თუ არა, ხო? ხო. კი, ხუდი. ან შუაში ხუდი. ხუდზე არც ლექსი ვიცი, არც იმღერა ვიცი, არც ის რომ ხუდი რომ ანუ ხუდზე კაცი. ხო, არც ის გამიგია რომ ხუდი რატო გახურავს რაღაცა კონფლიქტი ყოფილიყო ვინმე შორის. რო დაგვეწვა მე ვინმე ხუძზე იფიქრებდი, მაგრამ არ ხო, ხუდი ეწვის. ბევრი რამეა ხო რა. კეპია. ხო და აზრი არ აქვს. გადავიდეთ შემდეგ მინიშნებას. არ ვაწვავთ კაცს. კეთილი, დადე აქაშუაში ისეც. აუდეგად. მული ბაზარია. ეს კეპიც აქ იყოს და ოღონდ უნდა გეცადა, გაიგე, აზრი არ ქონა. მესამე მინიშნება. აპა. ბიჭო, ურსასმენები. ამ ნიშნებას იმუხდი, მაგრამ რას მიხდი? თქვენ ხო კარგად ხართ შენ. აბა, დარეს. დემნა გვასალია, რავი ხო ალბათ, მაგრამ
არ ვიცი. კი, რავი. რა, დემნა გვასალია პიროვნებას რომ მეკითხებით. პიროვნებას გეკითხებ. დემნა გვასალია. აფიქსირებ. ო, კაი, მივიღებ, ბოდიში. დააფიქსირა. არასწორად რა თქმა უნდა. და დაფიქსირა. შენს გაგიჩნდა ვერსია? ბიჭო, ეს ხო ლილოს ჩანთა ხო. და მაგ მიმართულებით ვფიქრობ, რომ რაღაცა ლილოზე ვფიქრობ და ვაჭრობაზე რა. ანუ არც მიფიქრი არაფერზე მუსიკით ერთობოდი. ესე ჯერ არა მაქვს. თორესამ გამოიცნო ეს შეკითხვა და ვინ არის? ეს არის დემნა გვასალია. ლილოს ჩანთების შეტანა მოდაში მისი ეს არის მუდმივად შავი კეპი ახურავს მუდმივად ილია ვაჟაკაკი კიდე მე იმიჯები ფურთუკები გააკეთა ლილოენსაც ეცვა ბაზარია. რომელზეც კონკრეტულად შოთა ვაჟა გალაქტიონი წერია და არა ილია კაკი შოთა ვაჟა გალაქტიონი წერია იმ ფურთუკებზე მე მგონი ბალენსიაგაში არა ვეტმენში გააკეთა ეგ ხო არ ვიცი სად გააკეთა მაგრამ ოჩახ რო ვერსია ვთქვი 6-0 ბოლო მინიშნება იყო სიმფსონების სერია, რომელშიც გვხვდება დემნა გვასალია. You real people in my show. So hold on to your chaise lounges. I'm inviting საფრანგული you ექსენის all. ბაზრობ. ბიჭო არ იყო ადვილი იმპონჩი რომ დაშვება რა რომ Didn't you hear? ლილოს ჩანთა იყო I ძალიან would fly ზუსტი you all მინიშნება. to Yes. Paris. კეპი უფრო ზოგადი, მაგრამ კეპიანებში შეიძლება გაგხსენება და მე ამათ ვერ გადავაბი, აი მე ხო გეუბნებ, ჩემი ცხეულა არის ლიტერატურა. ტვინი მიდის პირველი ვეძებ. აი ხო. search რო თავ პირველი ვეძებ ლიტერატურის ფოლდერში რატომღაც რა და იქ ვეღარ გადავდივარ ეს ხო. ხო მას ლიტერატურაში დამეხაო, გამოიცნობს უიფერია. დემნა გვასალიაზე ვიდეო რგოლი. სახელი დემნა გვასალია, დაბადების დრო და ადგილი 1991 წლის 25 მარტი, სოხუმი, საქართველო. პროფესია: მოდის დიზაინერი. მოღვაწეობა: ანტვერპენის ხელოვნების სამეფო აკადემიის დასრულების შემდეგ ოფიციალურ კარიერას მეისონ მარჯელაში იწყებს. მუშაობას ლუი ვიტონში აგრძელებს, ქმნის საკუთარ ბრენდს ვეტმანს. 2015 წელს ინიშნება ბალენსიაგას შემოქმედებით დირექტორად. ამჟამად გუჩის მოდის სახლს ხელმძღვანელობს. ხელწერა: ანტიმოდა, გადაჭარბებული სილუეტი, ქუჩის სტილი, ირონია, სოციოპოლიტიკური გზავნილები და ქართული იდენტობის სინთეზი. ჯილდოები: გამოცემა მოდის ბიზნესის წლის პერსონა 2016, საქართველოს ღირსების მედალი, უკრაინის მესამე ხარისხის ორდენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, თბილისის საპატიო მოქალაქე. დოსიები ამოვწურეთ, საქმეს მივხედავთ ახლა და სამი საქმე უნდა გამოვიძიოთ საქართველოს ისტორიიდან. მეგობრებო, ახოსკენ არის ახლა უპირატესობა და გადავდივარ ჩემს ყუთში. აი ასე ჩემო მეგობრებო, ასე გამოიყურება პირველი მინიშნება. მივხვდი უკვე? მივაწოდო პირდაპირ არა ვახოს. მიაწოდებათ. უნდა გამიისკდაჩი. ინებე. აბა რა ხდება, რასთან გვაქვს ნეტავსა. რაღაცა მასკარადი იყო სადღაც. მე ვიცი რომ დადიანების სახლში იმართებოდა ხოლმე რაღაც მასკარადები. ეგეთი ფაქტი ვიცი. არ ვიცი. ხო, რომ მასკარადები იმართებოდა დადიანების სახლში. ხო, კი. მაგრამ ვერ ვაფიქრე. დაწუნებული ხარ? კი, აზრია. გამოიყენე ხოლმე შენი დრო. არა ვიცი, მაგრამ უბრალოდ უზემედად ანუ სწრაფიტონი მაქვს. თუ რამე ეგრევე მომისავს, რა ზემედებს არ აცრიებდა. ეგრევე თუ არ მომდის თავშიო, ახლა მარტია რაღაცა და ამათო. გიხდება. ეგ პროზორო. ახელ ზოროს ითამაშებდა. ახლა ვიცნობთ მოვლენას ხო ჩვენ? ნიღაბი და ის რა ქვია ვარდი მიგვანიშნებს რომ საქმე უნდა გქონდეს ესეთ რაღაცა აი 19 საუკუნესთან. ვითომ რაღაცა ვიცი სპონჯი. ან შეიძლება ზოროზე იყოს მინიშნება და მაშინ თქვათ რომ ისტორიული მოვლენა არის აგვისტოს 8 დღის გადაღება საქართველოში, იმიტომ რომ ენდი გარსიამ რო ითამაშა, აი ეგეთ ლოგიკაც შეგიძლია. და ენდი გარსია ასევე თამაშობს მოდილიანში. მოდილიანში კი. მხატვარი ქართველი ფიროსმანი გვახსენდება და შესაძლოა და ფიროსმანი და ვარდები, აი შეიკრა. ხო. წრე შეიკრა. ესე იგი ვარდები და ნიღაბი. რა შეიძლება კიდე გაგვახსენდეს ვარდებსა და ნიღბებზე. დეგნანის
კი არა, დაგნის მკვლელობა. და რატო რაშუა შენიღაბი და ვარდი ამ ყველაფერთან? არ ვიცი, წარმოუდგენა არ მაქვს. არ ვიცი. მაგრამ დაგნის მკვლელობა მახსენდება ამ ყველაფერს. მაგრამ ვერ გავლისკავ ასეთ სასტუმროდ თბილისში. ხო, ასეთ თამამ გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ. მოდი, ამიტომ მეორე ნიშნებაზე წავიდეთ. პირველი მინიშნება დავტოვეთ. მეორე მინიშნებასაც შეეხება შემოძვირფასო მეგობრებო. მოდი მოვისმინოთ. ახოსია უპირატესობა ხო? ახოსია უპირატესობა. ხუთასმენები გაიგეთ. აი რა არის აი. აბა, ბიჭო, პორე. აქ რო უპასუხო. გაედგა პირველი ქართული ოპერა თქო. ხო. მე რითმოზე არის ორი ხუთით ხო? ვერსია გაქვს რომ პირველი ქართული ოპერა დაიდგა. ოპერა დაიდგა. რა იყო პირველი ქართული ოპერა გახსოვს? აუ, საფრენოს. ვისი იყო ხო არ გახსოვს? მარჯანიშვილს იყო? არა, კომპოზიტორი ვინ იყო? კომპიუტერი. კაი. ხო და უყურე აშკარად ოპერა არის ამითაც ვიმხვდით. და იმითაც რამ ღერის და. ამით რას მახდი? ნუ აი ოპერის წარმოდგენა და ვარდი და ვარდობის თვე დაიდგა ალბათ. არ ვიცი. შეიძლება. ანუ სახელისნაირად თქვა თუ რამეა, დაიდგა ამან დადგა პირველი ქართული ოპერა, საერთოდ მარტო მე ვიდოდ შეთქვა ჩაიცვლება თუ ეგ ასე პასუხი მაგას ვკითხოთ ხო? ეგეთი რაღაც რო იყოს სწორი პასუხი, სახელი არ იქნება საჭირო. აი, დაიდგა პირველი ქართული ოპერა. დააფიქსირო ახო ვერსია. და ეს არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი ჩემო. არ არის სწორი პასუხი, ამიტომ შეგიძლია აღარ გაიკეთო ხურსასმენები და ხო, ნუ სავარაუდოდ ახო წავიდო და ოპერისკენ. შენც მან წახვედი? რა თქმა უნდა, მეც ვარ წავედი. ანუ ეხლა რა არის ძალიან მნიშვნელოვანია რას ვიცნობთ, ხო? ჩვენ უნდა გამოვიცნოთ მოვლენა. მოვლენა. ეს მოვლენა შეიძლება იყოს ოპერის დადგმა, მაგალითად პირველი ქართული ოპერა, ხო? თუ ეს პირველი ქართული ოპერაზე წავალთ, აი ხა ჩემ და სამარცხინოთ არ მახსოვს მე რომელი იყო პირველი ქართული ოპერა. არის რაც მოვისმინე თითქოს გავდა აბესალომ და ეთერის, შეიძლება ძალიან სამარცხინოთ ვწდებოდე მანდაც. კომენტაროთ. რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ეს მოვლენა სულაც არ იყოს პირველი ქართული ოპერის დადგმა და ეს იყოს პირველი ქართული ოპერის დაწვა. იმიტომ რომ ეს იყო ძალიან დიდი მოვლენა. ხო, და შემთხვევაში უკვე შენობას გულ. უნდა შენობას გულისხმობ. ხო, არა გახსნა ოპერის დადგმა, არამედ დაწვა ამ შენობის. დაიწვა, ეგ იდგა თუ სწორად მახსოვს, თამამშევის ქარვასლა იყო თავისუფლების მოედან, სადაც ეხლა საკრებულოს შენობა დგას დაახლოებით მაგ ტერიტორიაზე და დაიწვა და ამ შენობაში იყო მოქცეული ეს ოპერაც შეიძლება მაგრა უცდებოდე ხა და მე როდეს twin-ში ამ საინტერესოა. ორიანზე გადადებაში. ჰა? ორიან. ორი ქულაც კარგი უპირატესობა შენთვის. კი ბატონო, მასევის. გაითვალისწინებ მეტოქის რჩევას. ნოლი გახდება და ლოგიკური არის. თუ გინდა ერთ-ერთი წამი რაღაც ჩამოაყალიბე გარისკი, არ ვიცი. არა, მირჩევია რატო გავრისკო ხა თუ დათქვამი აქვს და არ იყოს სწორი პასუხი, მე უფრო დავწმუნდა მირჩევია. ამერიკა შემდეგი მინიშნება. მე რა ვთქვა? არ ვიცი ხო. შემდეგი მინიშნება. ნუ ეს არის უკვე ცალსა. ოპერა. ქართული გისმენთ? ოპერა არის მაგრამ. ცალსახა არაფერი არ არის. ცალსახა არაფერი არის. ოპერა ისედაც გასაგები იყო. ეხლა აქ შენობაა რა, ანუ ეს არის ან შენობის
გახსნა ან შენობის დაცვა. თუ მაგრატელი შეგნით გახსნა, თუ სანთეველად აი მეოთხე რა არის? ერთი გულაც არა, სუდი შემოვახტან. კაი, კამან, გახსნა იყოს, პირველი ქართული ოპერის გახსნა. ოპერის გახსნა. შენობას გულისხმობ ამ შემთხვევაში და არ დავასახელებ რომელი იყო პირველი ქართული ოპერა. გამომშევი იყო ცილსა. ხო, გახსნა. პირველი ქართული ოპერის გახსნა. მინიშნება ვიღე ჯერ და მე გეკითხე პასუხი. არც ეს მინიშნება ვიდეოა და შეგიძლიათ უყუროთ, იმიტომ ძალიან კაი მინიშნებაა. და კულა დავკარგე, ხო სააკაშვილი თუ გაიჩნდა, ესე იგი გახსნა. ოპერა, კი ბატონო. ოპერის გახსნა იყო? ესე იხსნება ბრაუზერი ოპერა ესე იხსნება. კი ბატონო. კაი მინიშნება. ბრაუზერი ოპერის გახსნის ანიმაცია. ორი ქულა ტორეს გილოცავ. ხო. როცა ოპერა გაიხსნა პირველად მე-19 საუკუნეში თბილისში, ლუჩია დე ლა მერმური დაიდგა მაშინ, ანუ ქართული ოპერა არ არსებობდა, კაცო. ქართული ოპერით რო გახსნილიყო, მაშინ იდეაში ვახოს პასუხით სწორი იქნება, ახლა უპასუხა ქართული ოპერა დაიდგაო რა. ოკეი. ხო და არ დაიდგა ქართული ოპერა, მაშინ უბრალოდ გაიხსნა ოპერის თეატრი. ო ეხა აქ რო ლაშა ბუღაძე იჯდეს, მოყვებოდა ვინ იმღერა რა, იმღერა ვინ ისწრებო პარტერში ვინ იჯდა, ლოჟაში ვინ იჯდა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ მე ესეთი კარგი არ ვარ ოპერის ცოდნა. მე თქვი პირველი ქართული ოპერის დადგმა რა. ვერ გავრისკე. ხო და მე ქრონოლოგია აღარ მახსოვდა და ეხლა საერთოდ ქრისტინა ყოფილა და მე იმას ვფიქრობდი დაისი და აბესალომ და ეთერის შორის რომელი იყო პირველი რა. ქართულ ოპერას მოკლედ საინტერესო ისტორია ჰქონდა ამ შენობას და აიწვა მართლაც როგორც წორემაც აღნიშნა მე აღადგინეს იმ პირველი არქიტექტურით არის სხვათა შორის დღესაც და მოკლედ ნახოთ ვიდეო რგოლი. მოვლენა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დაარსება. თარიღი 1851 წელი. მდებარეობა რუსთაველის გამზირი. მნიშვნელობა საქართველოს საზოგადოება ეზიარება ევროპულ კულტურას, მუსიკას, ღირებულებებს. პირველი სპექტაკლი ლუჩია დი ლა მერმური. პირველი ქართული ოპერები ქრისტინე, თქმულება შოთა რუსთაველზე, აბესალომ და ეთერი. აღსანიშნავი ფაქტები. თეატრი ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს. ის შენობის ეზოშია დაკრძალული. ალექსანდრე დიუმა აღნიშნავდა, რომ ვერც ერთი თეატრი ვერ შეედრება სილამაზით თბილისის თეატრს. ორი საქმე გვაქვს კიდევ გამოსაძიებელი, ამიტომ შეიძლება საინტერესოდაც განვითარდეს მოვლენები ჩვენს თამაშში. ფინალია შეგახსენებ და ბევრი რამე წყდება, მეგობრებო, ბევრი ფსონია მაგიდაზე. დავიწყოთ შემდეგი საქმე, ამჯერად უპირატესობა იქნება ტორესასკენ. გიჟდები უპირატესობა. კაი. თავარი კულებში ავსახო. პირველი მინიშნება. მოგზავნით. უსასმენ. შეუძლია გიოს. ოკეი, უნდა გამიმეორო აუცილებლად თან. 4 კაც. ძალიან თითქოს 5 დავთვალე. так. რა არის ეგა? მოვლენა, კაკუნი. სჯელობა მაგიდაზე. სჯელობა მაგიდაზე. მურზე სამალი არა. იცი, გაარჩევდი? მქონდა რა. არა, ვერ გავარჩევდი, ხა მოვიტყვები რო თქვა მურზე სამბავნი ეგრე ვიცი რო კაკუნით. თუმცა ადრე უფრო ვიცოდი, იმიტომ რომ ბავშვობაში რაციები ვიყიდე და იმას ჰქონდა ზე. მეც მაქედან ვიცოდი ზეპი. ხო, და მე და ჩემი ძმაკაცი დავდიოდ სანამ მამაჩემმა სადღაცა გადაყარა ეს რაციები, იმიტომ რომ თუ იქ ჰქონდა ამოღებოდ. კი, მეც ჰქონდა. ამჯერად ეგ უნარები დაკარგული მაქვს, საერთოდ ვერ გამოვიცნობდი, რასთან შეიძლება მიგიყვანოს კაკუნმა. ანუ ტვინმა გაყინული მოცემულ მომენტში. დააკაკუნა და გაგიღება სახარება არ გვაინტერესებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. საქართველოს ისტორიაში ცნობილი კაკუნი. საქართველოს ისტორია 10 კაკუნი რომელიც უნდა იცოდე. ხავსობ გავხსენო რამე კინოდან კადრი, მაგრამ არ მახსენდება. ან შეიძლება იყოს კაკუნი. მაბა. ანუ გეტყვი რომ უშუალოდ ჟღერადობას ეხა ხო, არა, გასაგებია ფენომენი შეიძლება კაკუნი როგორც ფენომენი ასე ვთქვი. დიახ.
კარზე კაკუნი როგორც ფენომენი. ობრძანდით, დაბრძანდით. როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, ნორმალური ადამიანები კაკუნს რო გაიგებენ, მობრძანდით სამბობენო და ცნობილი ვიდეოა. არ ვიცი. არა, გადავალ ახლა. გადადიო ხოსთან. თქვენც გაგიმეორეთ პატივს. კი. ვარ დავაზუსტე 4 იყო თუ არა, მაგრამ ვარ დაემთხვა თქვი მოგჯერ თქვი. ბიჭო 4 დაკაკუნებაზე ზოგადად ხეზე დაკაკუნების თემა გასაგებია, მაგრამ ისტორიულ საქართველოს ისტორიაში ვერ ვაკავშირებ მხოლოდ კაკუნით რაღაცას რა. რამე კაკუნზე რა. ნუ პირველი მინიშნება. ხო, რა, ანუ ასე კუბოს თავზე კაკუნი ხო შეიძლება იყოს პირობითად ვიღაც კუბოს თავზე კაკუნი. არ ვიცი. ანა, აქ კარზე კაკუნია ეს ბანური რაღაც არა, რაღაც კუბოს თავზე კაკუნი შეიძლება იყოს. მოდი მე ვერ მიშამოსვენ. შენს ვერაფერი გაიხსენე? მე ის მაგახსენე, თქვენთანაც აკაკუნებენ? აბრახუნებენ. თქვენთანაც აბრახუნებენ? ვიდეო მინიშნება მეორე და ვნახოთ ეს ვიდეო. კიდე ბრეჟნევმა რო არახუნა იმაზე გაეროს, მაგრამ რა ხრუშოვმა ხო ბრეჟნევს. ყველაფერს ხედავ, ყველაფერს ვამჩნევ. ასე რომ მიფრთხილდით. შეხუმრობა გვერდით გადავდოთ და არსებითად ესაა ცხოვრება. ზოგი საფნის ბუშტებს უშვებს, ზოგი ხალხის მტრებს დასდევს. თქვენ მხატვრების შემოქმედებითად იწვით. მათხოვრები მათხოვრობენ, მკვლელები კლავენ, ბოზები ბოზობენ. Это разве нормально? А это разве нормально? ბატონო ტორას. კი ბატონო, მე დავაზუსტო ახლა რაღაც. ხო. პირველი რა, ანუ უნდა შემიძლია თქვა ისეთი ზოგადი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როგორც არის თქვა 37 წლის რეპრესია. თეორიულად შეიძლება იგი იყოს მოვლენა, კი. შემიძლია თუ აუცილებლად თქვა მაგალითად კონკრეტული პირის დახვრეტა. ეგაც შეიძლება მოვლენა იყოს. ხო, ანუ შემიძლია უბრალოდ წესებიდან განმარტებით, ანუ მე რო ახლა გითხრა რომ ეს არის 37 წლის რეპრესიები საქართველოში, ეგ შეიძლება იყოს წესების მიხედვით მოვლენა. ოკეი, ეგ ეს რომ მითხრა ვიღაცა კონკრეტულის დახვრეტა გადასახლება, ეგაც შეიძლება იყოს. განვავრცოთ ეს ჯელობა რა. ნუ კაკუნი თავიდანვე ეგ ასოციაცია მოაქვს ამ დინჯ კაკუნს, რომ საქმე გვაქვს რაღაცა კგბ დაგადგა დილის 5 საათზე თუ 6:30-ზე თუ როცა ადგებოდნენ ხოლმე ხალხს. და ნუ არავიძეც, რავი, ეგეთი ის არის, სახე არის რა, პირდაპირ გეუბნება, რომ ეგ არის, ხო? ეხლა წინა თამაშების გამოცდილებით ჩემი ტვინი მეუბნება რომ ეს არის ძალიან მარტივი პასუხი და ამიტომ არ თქვაო. ეხლა თუ გავართულებთ მონანიებას თუ წავყვებით შეგვიძლია კონკრეტულ кейსებამდე მივიდეთ, ხო? ანუ კონკრეტული საქმე რა გვახსენდება, რომ ამ ფილმში თამაშობდა გეგა კობახიძე და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის თვითმფრინავის გატაცების ამბავი საქართველოს ისტორიიდან ეს მოვლენა. ხო, ეხლა ეს მონაკვეთი რატო გაქვთ ჩასმული, იმიტომ რომ მანდ გავიდე თუ იმიტომ რომ ზოგადად რეპრესიები ვთქვა, აი მან ძალიან ცუდად რამდენი დილემა დასახე, უნდა გადაჭრა ეგ დილემები. ჩემთვის რა ხდება ამ წუთას. ეხლა მე რო ვთქვა რომ კაი არაუშავს იქ გადავიდეთ, ხო, დიდი შანსია რომ მან გამოიჩნოს და არის ამაში ლოგიკა რომ გამოიჩნოს. იქნება სამექულა მაგ შემთხვევაში. სამექულა მაგ შემთხვევაში. ამიტომ ჩემთვის ნაკლები რისკი იქნება თუ დავისკავ და ვინაიდან ფინალში ვთამაშობთ ჩავთვლი რომ ეს ძალიან მარტივი ვერსია არის რაც პირველი მომივიდა თავში აზრად და ცოტა შენი დაბნეულობაც მეუბნება რომ თლა ეგრე არ არის. არა მე ხანდახან მსახიობობ და მაინდა-მაინც ჩემზე ნუ ვიცი. და ამიტომ რეპრესიები ზოგადად არ იქნება და ამიტომ მოდი თვითმფრინავის გატაცება როგორც მოვლენას დავაფიქსიროთ, არ დავაფიქსიროთ ერთი წამი კიდე? მე უბრალოდ შეგახსენებ, პირველი მინიშნება იყო კაკუნი, მეორე მინიშნება ნაწყვეტი, ვალა მარაუც და 37 წლის რეპრესიები ძალიან ზოგადია პროსტა რა. კი ოკეია რომ იყოს ეგ. მაგრამ ძალიან ზოგადი პასუხია. ხო, თეორიულად შესაძლებელია. ძალიან მომწარდები ხა მეორე რო იყოს რა.
ხო, მაგრამ შენ ახსენე რეპრესიები, ახსენე თვითმფრინავის საქმე და ახსენე კიდევ ვინმე კონკრეტული საქმეობა. ნუ ხო ყველა სამი არის შეიძლება. სამი არის კი ახლა ტექსტში რაც ამბობს თვითონ ბატონი ვარლამი ეს არის რომ ბოზები ბოზობენ ნუ ეგ ნაწილი არ გვაინტერესებს ისტორიულ არ ვიცი რამდენი ბოზი დახვრიტეს მაშინ ვერ ვიტყვი მაგრამ მხატვრებიო ხატავენ და მხატვრებზე აქცენტი ანუ მხატვრებზე თუ აქცენტი ნუ კაი ისე 4 ხელს რატო გადავეკიდე დღეს არ ვიცი მაგრამ 4 ხელის დახვრეტად შეიძლება გავიხსენოთ როგორც მოვლენა И разве это нормально? разве это нормально? არ ვიცი. ტორეს მაგრამ მაინც გეგა ყობახიძესთან წავიდეთ. თვითმფრინავის ბიჭებისა, თვითმფრინავის გატაცების ამბავი. ხო, გასაგებია პასუხობ, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ მაგას პასუხობ? არა, მაგრამ არ ვიცი, რაღაც უნდა ავირჩიო და ფინალის წინა კითხვებიდან გამომდინარე იმდენად გართულებულია ზოგადი ფონი კითხვების რა, რომ არ მგონია რომ ეხლა პროსტა ესე 37 წლის რეპრესიები იყოს პასუხი და ამიტომ წავალ მათ. შენ საბოლოო პასუხი? ჩემი საბოლოო პასუხი არის 37 წლის რეპრესიები. კი, რეპრესიები ზოგადად. მოვიხსნა? არა, მოიცა. ნუ გამაგიჟე ახლა მე. ბოლო. რაღაცა ხო, იმიტომ რომ ანუ იმჯელი და სხვა რაღაც თქვი. არ ვიცი. კაი. არა, ხუმრობის გარშე კი თვითმფრინავის გატაცების საქმე. დავай. არის. всё, ეხა რასაც იტყვი, თვლი და აღარ გეკითხები. 3 2 1. თვითმფრინავის გატაცების. და ეს არ არის სწორი პასუხი. მოიხსენი? და ეს არ არის სწორი პასუხი, არ არის. ოუ, რამდენი ხანი ვჯელობდით და მე უნდა ვთქო რომ შემდეგ მიგიშა. ჯერ შეცვალა პასუხი და აზრზე არა ვარ რა არის. თან რა არის, ის იმეშინა და რო არ დაეფიქსირებინა პასუხი, მე 2 ქულიანს პასუხობდა. და 10 0-ზე არნაირი შანსი აღარ მქონდა. ბიჭო, აი 4 ჯერ დააფიქსირე პასუხი და ეგ უბრალოდ რომ მე როცებს შეცვალა, მე როცებს შეცვალა. სამი ვერსია მქონდა და 2-ზე უფრო ირჩევდი და ბოლოს მაინც არასწორად. ხო, ერთი ვერსიაც არ მაქვს რა. გაქვს ორი მინიშნება, კაკუნი და ეგი. კაკუნი და ეს რავი, AGB-ზე მივდივარ. რაღაცა KGB-ს თემაზე, მაგრამ არა, მოდი 2 ხულიანი მოვისმენ. მინდა რომ 2 ხულიანი. კი, არ აზრია აქვს რა. მაშინ გადავწუდები ძალიან რთული კითხვა არის ჩემთვის ეს. დაქაღალდეს. მე მივხვდი რომ გავამწარდები ძალიან. ერთი მარტივი მქონდა და ღემოდა პაკეტში ერთი მარტივი იყო მარტო. მესამე მინიშნება. არა მქონდა სწორი მინიშნება. არ მქონდა? არა, კი, სწორი აუ გამანებეთ თავი რა. აუ რამდენჯერ ვერ ამემართოს ერთი და იგივე просто ამ თამაში. კოდალა და ბუ. ჩემი კარგი. აი, კაი რა. გარწმაში. ამ ბოლო წამს რო შევცვალე. აუ. აი, მისი ძალიან ადრეა, ეგ არ არის. საერთოდ მივხვდი იმას პასუხა ახლა. მოგებული თამაში შეიძლება წავაგო აი ამ დებიულის. არა, და ერთ ხულიანზე უნდა გადავიდე მე, აზრი არ აქვს. დარწმუნებული ხარ? არა, შანსი არა, ვერ ვხვდები, ანუ რაღაცა ან არ ვიცი, ან ძალიან რთულად უყურებ. ყველანაირად დააკვირდი და წლებს დავაკვირდი. წლია 900 ეს ისი წლებია თან ვერ ხვდები საქმეც მაგაში 1902 96 1 7 12 თან ეს არ არის მითითებული და წლები ან ეს როდის გარდაიცვალნენ ალბათ ესენი დახვრიტეს ვიღაცები დახვრეტაა რა 37-ში ის არის შეხია ქართულთა აჯანყება რო იყო კაცო რომ დახვრიტეს ხო ეს არის ქართველების აჯანყება მოხდა 37 წელს და საბჭოთა კავშირმა დაახვიტა ქართველები. ეგ ამბავი. არ ვიცი. კიდე ერთიანი თუ რამეს დააფიქსირე. ეგაც. საბჭოთა კავშირის მიერ ეს ქართველი აჯანყებულების დაახვიტა ასე ვთქვათ რა. მაგას დააფიქსირე. მაგას დააფიქსირე. ერთიანზე გადა. ერთიანზე გადავიდე მე ერთი საქმეა დარჩენილი. ერთიანზე არა დავაფიქსირებ რა. მაზრი არა აქვს რა. არ ვიცი, შენი გადასაწყვეტი. ამ თამაშს ვერ თამაშობ კარგად, გამიჭირდა ეს პაკეტი ძალიან. მოდი გადასაწყვეტი. 37 წელს ხო ქართველი დახვრიტეს კაცო, საბჭოთა კავშირმა დახვრიტა. ქართველი აჯანყებულები, ეგრე არის კაცო. და მაგათ დახვრიტა რა.
ვიღაცა აჯანყებულების გახვეტა. ქართული აჯანყებულების გახვეტა, რაღაცა აჯანყება იყო ესე იგი. აჯანყება იყო, კი, 20 წელს. ხო. და ეს აჯანყებულები დახვრიტეს. საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში. კი, და ნუ აქ არ არის მითითებული ოღონდ ვიღაცები 20 დახვრიტეს თუ დაეჭირეს თუ რა უქნეს, მაგრამ მათი გარდაცვალების თარიღი არის 16 ნოემბერი. და მე ლოკალური აჯანყება იყო. სავარაუდოდ ეს იყო ალბათ ანუ სამეგრელოში იყო ალბათ რაღაც აჯანყება და ვერ ვიხსენებ. რაღაცა ხო, ანუ კონკრეტულ კუთხეს არ გეკითხები, უბრალოდ რაღაცა ლოკალური აჯანყებისას. ხო, რაღაცა აჯანყება მოხდა და საბჭოთა კავშირში ან რუსებმა დახვრიტეს ქართველები. ეს აჯანყება მოხდა რაღაც აჯანყების ქართველების აჯანყება იყო და მოკლეს. იმი იყო. არც ეგ არ არის სწორი პასუხი. ნამდვილად ჩავთვლი. 37 წლის რეპრესიები ზოგადად. იმიტომ რომ აჯანყება არ მომხდარა 37 წელს. მეგონა რომ აჯანყება იყო რეპრესიები. მაგრამ ახმეტელი დახვრიტეს, ჯავახიშვილი დახვრიტეს. არაფერშუაში არ იყო აჯანყება რა, ანუ просто მიადგინა. არ ვიცოდი. მე მაგითო ჩაგეკითხე რა. 27 წელს რომ მოხდა რაღაც მოვლენაში კი რეპრესიები და მე მქონდა ვერსია და თვითმფრინავის ბიჭები და თვითმფრინავის ამბავი ვთქვი. ერთხვა რეპრესიები, მე თვითმფრინავი, მე რეპრესიები, მე მე თვითმფრინავი. მახსოვს რეპრესიები დროს მეგონა რომ დახვრიტეს ხალხი უბრალოდ და მაგით ვთქვი დახვრიტეს. ხალხი დახვრიტეს, ზოგი გადაასახლეს, ზოგი მაგით ვთქვი აქ ამიტებული მაგით არ არის. ამიტომ ყველას მაგან დაგაბნია. ესაა სიკვდილის ეს აჯანყებულების დახვრეტას ვერ მივიღებდი სწორ პასუხად, ხო ხვდები? ხო, აჯანყებულები არ იყვნენ კი. ზოგი საერთოდ არ იყო აჯანყებული. ძალიან ყველა გადმოცემა იწყება იმით, რომ შუაღამისას ესმოდათ დაკუნისმა შუაღამისას არა გამთენისა. ხო, ძალიან მოკლედ რო გარდამავალ ფაზაში მიჯდებოდა და ხშირ შემთხვევაში ეს პაუზი კაკუნი თურმე ადამიანებს გძინავს გარდამავალ დროს რა, იქ 5-დან 4-5 საათისკენ რა, ვარც გათენებულია და ღამეც უკვე ისეთი არის რა. კაკუნი რატო ადგებოდნენ შინსახკომიდან ღამით ისეთ დროს, როცა ყველაზე მეტად მოუმზადებელი ხარ რა, რომ დახვდე ან გაიქცენ რაღაცა, ძილიდანაც რო ვერ გამოერკვევი. და ეს დადგომა იწყებოდა კარზე მძიმე კაკუნით, ხშირად არის აღნიშნული რომ 4 იყო და უკვე ხვდებოდნენ რაც ხდებოდა იმის garaშე თუ ნახავდნენ ვინ იყო იმის იქით. მოახატი ლის ხუზე რო გადგება ვიღაც, ხვდები რომ კაი საქმეზე არ მომდის, ან წყალი ჩაუში ან კაგებია. მოკლედ ეს ამბავი დაგვრჩა. ბოლო მინიშნება იყო მკვლევარ დავით ჯიშკარიანის ნარკვევიდან 21 დეკემბერს სამეულმა 350 ადამიანი გაასამართლა, აქედან პირველი კატეგორიით 102, ხოლო მეორე კატეგორიით 252 ადამიანი. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ სამეულის წევრებმა 24 საათიანი მუშაობის შემთხვევაში ადამიანის ბედის გადაწყვეტაზე საშუალოდ 4 წუთი და 11 წამი დახარჯეს. ამათ კითხვა ჩავაბოთ ეჩი. ნახოთ ვიდეო რგოლი 37 წლის რეპრესიების შესახებ. მოვლენა 1937 წლის რეპრესიები. აღმასრულებელი ძალა იოსებ სტალინის ტოტალიტარული რეჟიმი, უშუალო ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია. საბაბი ეგრეთ წოდებული ხალხის მტრების, ჯაშუშების და კონტრრევოლუციური ელემენტების წინააღმდეგ ბრძოლა. შედეგები 14372 ადამიანს ხვრეთენ, 14679-ს კი ასახლებენ. საზოგადოებაში შიში და უნდობლობა ისატკურებს. აქედან იწყება ხანგრძლივი დუმილის ეპოქა კულტურულ სფეროში. სხვერპლი მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, პეტრე ოცხელი და სხვები. კიდევ ერთი საქმე უნდა გამოვიძიოთ ფინალში, რითმული ანგარიში, თუმცა შანსი ჯერჯერობით რჩება, ნუ თეორიული მაინც და ამიტომ ნახოთ ბოლო საქმე. ამჯერად უპირატესობა არის ბატონი ვახტანგის. ბატონი ვახტანგის უპირატესობა გვაქვს. ბატონო ვახტანგ. სპორტის ერთადერთი სახეობა რომელშიც ვერ ერკვევი? მე ეს როგორ არა, კარგად ვერკვევი, მაგრამ უარესია ხო კარგად ვერ ერკვევი. კაი, ეხა ვინა? ბატონო, მოიხსენე ორ წამი, მინიშნება. ბატონო, თუმცა რაღაც აკლია. ეხა გაიგე. ვაუ. მოკლედ ამის შესწავლით რო არ დაიტანჯო, სრულყოფილი ჭადრაკია. ხო, საათი აკლია. ხო, ეგ უკვე აღარ ვიცი. მაგრამ ეს დაგიდე და თუმცა რაღაც აკლია. რაპიდს და ბლიცს არ თამაშობდა, ესე იგი თამაშობდა ჩვეულებრივ ჭადრაკს. მოვლენა გვინდა. მოვლენა გვინდა? დიახ. ბიჭო, აი ხა უყურე რა, რამოდენიმე პრობლემა არის აქ ხა. მოვლენა რო დავასახელო. არის პირველი მოვლენა რომ ნონა გაფრინაშვილი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ეს ერთი. არის მეორე მოვლენა რომ ფინალში წააგო ნონა გაფრინაშვილმა მაიაჩი ბუდანეძესთან.
როცა რეკორდზე მიდიოდა. ახლა ტოლეცას შეუძლია გარისხოს პრინციპში 4-იანი. მაგრამ მე ვარ გამოიზისკო, მაგ ერთიანის რო გამაშოს თამაშს ეკარგება. და რა აკლია მაგ შემთხვევაში? რა. ამას აკლია. მაგ ვერსიების შემთხვევაში ამას რა აკლია? ამას აკლია. აზრზე არა. საათი აკლია მარჯა ჩემი აზრით. კაი მოდი 3-იანზე და იქნება გამოისროს. აი. არ დააფიქსირე არაფერი. ეს არის დაფა, რომელსაც რაღაც რაღაც აკლია. აკლია. შენს ეხლა რო არ დაიტანჯო და დაიღალო, გეტყვი რომ თვითონ ჭადრაკი სრულყოფილია, ანუ ყველა ქვადებს შიგნით, ყველაფერი აწერია. ხო, ანუ მივხვდი რომ ყველაფერი აწერია, იმიტომ რომ 8 არის ციფრი, ეს საშუალებიც ყველა არის და 32 უჯრაა და სავარაუდოდ აგენამს 32 იქნება. ანუ ამას არაფერი არ აკლია. მაგრამ მაინც რაღაც აკლია. და ეს მოვლენა უკავშირდება საქართველოს ისტორიას, ხო ეგრე? კი ბატონო. ნუ ახლა წავიდეთ რა შეიძლება გავიხსენოთ რომ ვთქვათ ჩემპიონები ვინ გახდნენ ქალები ძირითადად ჩვენ საჭადრაკო სამყაროში მაგრამ ჭადრაკი შეიძლება იყოს მეტაფორა ხო რა შეიძლება ეკლდეს ჭადრაკს თუ ფიზიკურად არაფერი არ აკლია, ესე იგი მეტაფორულად აკლია რაღაც. არ ვიცი. მაგრამ მეც ვერაფერს გეტყვი. თუ მეტაფორულად აკლია ჭადრაკს რაღაც, რა შეიძლება იყოს ეს რაღაც, ხო? თუ გინდა როგორც ვახომ, შენც მოიცადე მეორე მინიშნებისთვის. 8-0 გაქვს პრინციპში და. რაოდენობის მეორე მინიშნება საერთოდ სხვა ხო ეგრევე. მაგ შემთხვევაში 8-3 გახდება. და ვერდიქტში 1 ქულა გეყოფა. აი ეგრე. გიჩვენია. აი. აფიქსე რა? არა. სამიანი მინიშნება გახლავთ აუდიო plus minutes. ხმარა იყოს ახლა. He sat down to write the will, thus piteously indicting. O king, I have stolen away in quest of him I must seek. I cannot remain sundered from him, the kindler of my fires. Forgive me, and be merciful to me like as God. I know that in the end thou wilt not blame this my resolve. A wise man cannot abandon his beloved friend. I venture to remind thee of the teaching of a certain discourse made by Plato. Falsehood and two-facedness injure the body and then the soul. Torres, ეხლა უსასმენები მერჯერი wardrobe-ის მიერ ვფხავს. wardrobe იყო, ხო? უეფხის ყავსის თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე. ეს ხო მეგონი მერჯერი wardrobe 1913 წელს გადასულის არის. უეფხის ყავსის თარგმნა ინგლისურ ენაზე. ჭადრაკი არის და უეფხის ყავსანი არის. 1913 გარდაიცვალა wardrobe, ხო? მერჯერი wardrobe და მისმა ძმა გამოუშვა ამ შენენიც ეს იყო უეფხის ყავსის თარგმნა იყო ინგლისურ ენაზე, რომ რაღაც knight თქვა, sword თქვა, აშკარად პოემაა და უეფხის ყავსანი ჭადრაკია. რაღაც აკლიო, მაგიტო თქვი თან და 1913 ჭადრაკი რა არის? მზითვები. და რო ავხსნათ რა? მზითვები იყო, უეფხის ჭადრაკს აწამდნენ ახალდაქორწინებულებს და იმედი ისო გაატანენ და განაც ორი ძალიან ღირსეული რაღაც არის ჩემი აზრით, რაც ყველა ოჯახში უნდა იყოს. სამწუხაროდ არც ერთი არ მაქვს, მაგრამ შეგიძლიათ მათ ვქოთ კომპანია. არა. ხო და ამიტომ დაფიქრდი მაშინ რო დაასახელო მოვლენა. უეფხის ყავსის თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე. არის საქართველოს ისტორიის ძალიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა თარგმნა. და მე wardrobe-ის ძმა კიდე ვიცი რომ გააკეთა ქართულების შემსწავლე რაღაცა ხო, არა, ოლივერმა ბევრი რაღაც გააკეთა, მაგრამ თავარი მაინც მერჯერიმ გააკეთა ყველაფერი რაც თარგმნა ქართულიდან ინგლისურს. და შენი აზრით ორივე მინიშნება ამას მიესადაგება. კი, ან აზრიც არა აქვს რა რო სხვა რო ქნა, და სამიანი უნდა. არა, რატო ერთადერთ შეგიძლია უფრო სამიანი უნდა. ისეულად დაფიქრდე ამ ორ მინიშნებაზე, რატო ჩქარობს ეს კაცი ესე კაცი. ანუ იმიტომ რომ უყურე უეფხის ყავსის დაწერა მაშინ ინგლისურად და არ უნდა იყოს რა მაშინ ქართულად იქ რაღაც ანუ ინგლისურად არ იქნება უეფხის ყავსი. ხო, ანუ უყურე უეფხის ყავსის დაწერა და რო იყოს რომ ციყოს და რომ წავაგო არ დამწყდება გული რა იმიტომ რომ მივხვდი ლოგიკას რომ უეფხის ყავსანზეა საუბარი გონია ხდება გული. ხო, არა უშავს დაიწყეს გული მე მაინც ვაფიქსირებ ინგლისურ ენაზე ხოიცა არ დააფიქსირო დაფიქრდი რომ პირველი მინიშნება რა იყო მეორე მინიშნება რა იყო ინგლისურენოვანი რაღაც მე არ გეუბნები რა იყო მაგრამ ინგლისურენოვანი რაღაც აუდიო მოვისმინეთ შენ ამბობ ასე და
რა შეიძლება იყოს ყოველივე აქედან გამომდინარე აიგე, რომელსაც მე კიდე ორი მინიშნება აქვს რაღაც რა. ორი მინიშნება აქვს, მაგრამ ეხლა უყურე. ისედაც ორი ვერსია მაქვს. ერთი ვერსია მაქვს, რომ არის უბრალოდ ვეფხისტყაოსნის დაწერა. მეორე ვერსია მაქვს, რომ არის ვეფხისტყაოსნის თარგმნა. ვეფხისტყაოსნის თარგმნას ვამბობ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლისურ ენაზე მოვისმინე ვეფხისტყაოსანი. აი, შეიძლება ფრანგულ ენაზე მოგვესმინა, ხო? ყველაფერს ვერ გაიგებ. ხო, მაგაშია, მაგრამ შეიძლება ინგლისურად იმიტომ მოვისმინე, რომ გადამეთქენ და გამეგო ვეფხისტყაოსანია. არ ვიცი. პირველი ვერსიის არჩევა ყოველს მომწონს. სტორისაც ვკითხავ, რომელი ავარჩიო. და მეორე ვერსია იქნება. საერთოდ არა, აქ ეგ ვერსია გაჩენილი და მე სულ სხვა რა. ყოველს სადო ვკითხავ. აი, სტორის. მოისხენე პირველ. შენთან უნდა კონსულტაციის გავლა, რომელი ვერსია არჩიოს და დაწყობაცა ჯერ დაწყობს ეგა? და აქვს შენ უკვე რამე ვერსია ჩამოყალიბებული? არა, ორი ვერსია მაქვს. არა, ორი ვერსია. გარანტირებულ სამხულოს აძლევ. არა, სარვონ, ორი ვერსია მაქვს, პირველი და მეორე. და რომელიც აი პირველი ფოტო ძალიან ჩერდება. ეგრე. სააგდე ლარიანი მაგას აუ, ფრანგ, აი მოდი ავაგდე ფრანგ. სამიანი უნდა ავიღო. არაფერი ჩაუშკარო. მე ავაგდებ. მით. პირველი. ნაგადას. აი, შეიქმნა ვეფხისტყაოსანი. შეიქმნა. დაიწერა ვეფხისტყაოსანი, შოთარუსმა დაწერა ვეფხისტყაოსანი. და ეგეთოს რა. მე როგორც ტორესასთან ვქენი, სამს დავითვლი უბრალოდ და აუ, ჩემი ხა. არა, იგივე ვქენი და შენთანაც იგივე უნდა ვქნა. კარი. და რასაც იტყვი, ის იქნება ჩაბარებული პასუხი. ინგლისურად რატო იყოს და დააფეთქებული რო შემეშლება ეხა რა? ხო იცი ინგლისური. როგორ არ ვიცი? კაი, მიდი, დათვალე. 3 2 1. დაიწერა ვეფხისტყაოსანი. და ეს ორი პასუხია. ბიჭო, ინგლისურად რატო იყო ნერვი მომეშალა? ბიჭო, ეგრე პირდაპირ ხო არ იქნება რომ ინგლისურად მოგეცით და მეც გამაგებია. ვეფხისტყაოსნის დაწერა. რა? ჭადრაკი და ვეფხისტყაოსანი. ზითევი რა იკლდა ვეფხისტყაოსანი და სრულყოფილი ზითევი ყოფილიყო. მარჯვენა ევროპის ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი გვესმოდა პლატონისგან სწავლა გმოლსა said by Plato და რაღაცები. პლატო არის გამიგე ბიჭო, ყურში მაგ ძალიან ვერ გავიგე. აი გავიგე მარტო, რაინდი გავიგე და რაინდი რო გავიგე და მეთქი ვეფხისტყაოსანია. ანდერძი იყო ხო? თავიდან ეგრე იწყება set to write his will და რაღაცა. დაჟდაწერა დამდერდისაც set to write ეს პერიოდი, როგორც ჩვენთან ჭიდაობდით თუ ჩვენს ბიჭებზე, ჭიდაობდით ვეფხისტყაოსნის თარგმნა იყო ინგლისურად თუ დაწერა და შემეცოდა ძალიან, იმიტომ რომ თარგმნაზე ანუ პირდაპირ ინგლისურად მოგიტანეთ და აბა რა არის ძალიან ისეთი ის. არა, თან ეს ორი ვერსია მაქვს თქო, თარგმნა და მე თარგმნოდა, მაგრამ მეორე ვერსიაც მაქვს კი რომ ის ხوارე თქო და მე არჩე რა. ერთიანი დაждდა. აუ მალე. ვეფხისტყაოსნის დაწერის შესახებ სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცი დიდად ქართველებმა, მაგრამ რაც ვიცით ამას ვიდეო რგოლიდან გავიგებთ. მოვლენა ვეფხისტყაოსნის შექმნა. თარიღი მე-12 საუკუნე. ავტორი შოთა რუსთაველი. ლექსის სტილი შაირი 16 მარცვლიანი სეზომი. პირველი გამოცემა 1712 წელი ვახტანგ მექვსის სტამბა. მნიშვნელობა ვეფხისტყაოსანს კოლოსალური გავლენა აქვს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაზე, ისე ეროვნული თვითშეგნების ფორმირებაზე. საუკუნების განმავლობაში იგი რჩება ყველაზე პოპულარულ ქართულ წიგნად. შინაარსი პოემა ინდოეთის და არაბეთის სამეფოების ისტორიას აერთიანებს. პერსონაჟების პიროვნულ ბრძოლებთან ერთად იგი ეპოქის პოლიტიკურ გარემოსაც ირეკლავს. აი, ვერდიქტი ვითამაშოთ. ანგარიშია 8-3. ტორესას ჭირდება 1 ქულა იმისთვის, რომ მოიგოს მთავარი პრიზი, უახლოს ჭირდება 6-ვე ქულა. საინტერესო ამბავია. ძალიან. ყურადღებით. პირველი. 1969 წელს ვანში გათხრების შედეგად ამდენი ოქროს ფიგურა აღმოაჩინეს მეომრის სამარხში. 3 2 1. ნეცინიკე იყო 3 15 3. 1969 წელს ვანში გათხრების შედეგად მეომრის სამარხში აღმოაჩინეს
15 ფიგურა ზუსტად და ეს ძალიან დამსახურებული ხულა იყო ამ შემთხვევაში ტორეს. იმდენად ზუსტად დასი ეს რიცხვი. აიომა, ესეთი 15 ოქრო ჩაატანეს, ბიჭო, რა ტუტანხამონსა ჩააყოლეს მაგდენი ოქრო. 15 ფიგურა. მაგრამ ვითამაშო. მოდი კაცი. მეორე ვერდიქტი. და ამდენი ოქროს ნივთი აღმოაჩინეს წარჩინებული ქალის სამარხში. იმავე გათხრებზე საუბარი. 3 2 1 1 საქმე ასობრივ უთანასწორობაშია საქმე. ნახე, მეომარი კაცი, რომელიც შეეწირა ამ ბრძოლას 15 ოქროს ნივთი ჩაატანეს, ხო? წარჩინებული ქალი მის სამარხში იპოვეს 1667 ისა ოქროს ნივთი. მაგრამ შენ უფრო ახლოს ხარ. ორივე მაგრა ოცნით, მაგრამ შენ უფრო ახლოს. 1667. შემდეგი ვერდიქტი. შანსი მაქვს. მეხი თუ დაეცა? კიდევ ერთი ჩატრიალება. თეორიული შანსი ხოა. არა. ანუ როგორ არა, მეხი რო დაეცეს და მოკვდა ის ჩემია ის რაღაც. კი, მარტო ეგ შანსი. ეხლა მაგალ მოკვდა რა გიგო. რა თეორიული შანსი ხოა, მეგობრებო, არასდროს არ დაყაროთ ფარხმალი. ნამდვილად. ამდენი სიმბოლოა გამოყენებული ვეფხის ტყაოსანში. სიმბოლო იგულისხმება 100-ს, სასვენი ნიშანით, ოღონდ არა გამოტოვება. ოკეი, ერთი წამი. მოიცა, ეცემი ხო? Space-ი არ იგულისხმება. ეცა შეიძლება? აა! მოიცა. გეხვეწები ეცა. გაცდი? სო, მე მზად მაქვს. ეხა ქვეშ მიწევით თუ გაამრავლე, ეს არის რა ქვია. აიცა ბიჭო. არა, მორჩა ეხა დაწერე. სო. ანუ არ მოსულა, ამდენ თუ გაამრავლე ეგ არის. ო, 65000 დავწერე. 175955. 1600 რაღაც უნდა გამემრავლებინა. აუ, მასულებზე გავამრავლებ, ბიჭო. 15000 უნდა დაწერე. მეტია. ეგაც ძალიან ცოტა იქნებოდა, იმიტომ რომ 285024. მე ძალიან მექანიკურად გავამრავლებ. 285024 სიმბოლო. აი, რო თქვი, რო შემოატრიალა, მაგით აღარ დავწერე რა. კაი, შემდეგი ვერდიქტი. ყველა მონაწილეობის ჩათვლით ჯამში რამდენი ქულა აქვს მოპოვებული საქართველოს ევროვიზიის ფინალში? ყველა ჯამ ისტორიაში ვინც ყოფილა? ვინც კი ყოფილა ყველა მონაწილეობის ჩათვლით ევროვიზიის ფინალში რამდენი ქულა აგვიგროვდა ჯამში? აბა 315. არა რა 1500 და 300. ნინას უბლატის ამსხურებით ისის და ელდრაინის. ესაც უფრო ახლოს არის 665-ია პასუხი. ელდრაინი და სუბლატის ამსხურება ძირითადად. მე-9-ზე გავიდა ორივე. აი, წარმოდე ვინ სად გავიდა ვაშ ვინ მოიოდეს. პირველი იყო დიანა გურსკაია. მაგრამ არ მიყურებია მაგ ევროვიზიისთვის. დამღეროდა იმას რა ქვია. ფისულკა. კაი. შემდეგი ვერდიქტი. აბა. ამდენი ადამიანი მონაწილეობდა 1991 წლის 31 მარტის ცნობილ რეფერენდუმში. დამოუკიდებლობის ის არის. ოკეი. ერთი იყო იმათი ისა დაძმები რო იყო 91 წლის 91 წლის რეფერენდუმი, სადაც დამოუკიდებლობის გადაწყვეტილება შედგა და ვინ მონაწილეობდა, ხო? ან დარეგისტრებული იყო კი არა, მაგრამ ისცა რა. მაგრამ ისცა, ოკეი, ერთი წამი ბოდიში 20. ხონი ესა. კაი, აბა და გამოიწერეთ ეს YouTube არქივი რა? ამ ხელ რეფერენდუმი იყო? 350,000? 3,500,000. მე 126 დავწერე. ნული აკლია მაშინ. ბოდიში. ანუ არა. 3,500,000. ანუ ხელის მომწერებზე არა მომთქვას. არა. რეფერენდუმში ვინ ამდენმა მიიღო მონაწილეობა? საქართველოს მასშტაბი, თავიდან დაწერე თუ. არა, იყო არა, კი, იმიტომ რომ სხვანაირად გაიგე კითხვა. ბოდიში. ხო, მაშინ. ბუნებრივია რომ 126 ამორჩეველზე მეტი მე მგონი არა გაგსაცინო. აი მე მეტი და რომელი გინდა? მეტი და 20 ნაკლები. რო არ გეწყენს. რომელი? რო არ გეწყენს. მეტი და 20 ნაკლები. კაცო, რადგან გინდა ის და თუ იგივე დაწერე. რა პრობლემა? ხო მე გავიგე რომ ხელის მომწერები არა, სულ რომ ამორჩეველი. 3,8 მილიონი. 3,500,000 მაქვს მე. 3,500,000, 3,800,000. თორე უფრო ახლოს არის 3,302,572. სრულწლოვანები იყვნენ ეგენი რა ეს არა, მილიონებში ძალიან ახლოს იყავი მართლა. და ბოლო ვერდიქტი 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში ამდენმა მოსახლემ მისცა ხმა ნიკო ნიკოლაძის ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას.
პარტიას, დამფუძნებელი კრების, ხო? დამფუძნებელი კრების არჩევნები რო იყო პირველი, მაშინ ნიკო ნიკოლაძის პარტიას რამდენმა მისცა ხმა. ნათელაშვილს ხვაჯობებდა. 300.000, 70.000. აქ ვახო უფრო ახლოს არის, იმიტომ რომ ძალიან ცოტა მისცა მაშინ ნიკო ნიკოლაძეს ხმა და ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას 30.154 ადამიანს. ლეილოს უფრო მეტი ხმა აქვს ვიდრე ნიკო ნიკოლაძეს. და მეგობრებო, 11-6 იმარჯვებს ტორესა. 11-6 ტორეს. მე ის გადამრჩენია. ეს გაგიკეთობ არე? არა, კი ბატონო გავიკეთებ, მაგრამ ეხა ეს არის ძალიან მაგარი ამბავი, იმიტომ რომ ამბავი კრეატორსში ძალიან გვინდოდა რომ გავბრძანდი? ვიარი და გავგზავნე ახალი რაღაცეები. შესაბამისად, დიდი მადლობა. მე კი გადმომეცემა PSP-ს ესეთი საჩუქარი. რომელშიც არის ინექტორ ასევე გადმოგეცემა PSP-ს საჩუქარი შენს. ასევე დაბანა მეც ვჭირდება. აი სუნიო, ბიჭო. ეს არის მევა. ესა? პერსონალურადაც დაქირავებული ყავ. ეს არის მე მგონი. და ძალიან სასწაულოა. ხო, მე ხა უნდა გამოვტყდე რომ აქ მოვდიოდი, რომ მითხრეს რომ მითამაშეო, ანუ იმ განწყობით მოვედი რომ ალბათ ვეცერთ კითხვას ვერ უპასუხებ თქოს შენად და კოდალი. შენ კოდალა უპასუხე მაშინ. კი ბატონო, რაღაც არს. მაზოლზე ფეშდა. ხო და ეს არის, ანუ ფიქრობდი რომ საერთოდ ვერაფერს ვერ უპასუხებ სწორად, თქო და ეხა ხელში ვიარი მიჭირავს და ნამდვილად ვიარი შენია? მაგარი საჩუქარი. ხალხი სიყვარული, რა ვიცი, ეს აპლოდისმენტები კიდევ არჩევი. იმართა YouTube მაყურებელს რა ვქნა მეგობრებო მწერალთან დავმარცხდი ეხლა რა. ვახო, შესანიშნავი სეზონი იყო, ჩემი აზრით, ფანტასტიკური, ბრავო. თამაში იყო. გადასარევი და ხო, ნუ ბოლოს ტორესა უფრო ძლიერი აღმოჩნდა ფინალში. ამასაც წავიღებ არემ რა, უფასოდ არ მაინც. მე ოთახში დავიაროთ და კიდე რაც მოგეწონა. რაღაცა ხაჭაპურის დაგჭა წეღან დავინახე რომ მოიტანეთ და. შეგვიძლია? უფასო იყოს, კუბო იყოს მეგობრებო. ბოლოს მეგობრებო, სანამ დამშვიდობებაზე გადავიდოდე, აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადაუხადო ბიბლუს, რომელიც მაძიებლის მეორე სეზონის პარტნიორი გახლდა და მათ დახმარებით შედგა ეს სეზონი. დიდი მადლობა PSP-ს, რომელმაც ყველა მონაწილე დაასაჩუქრა და ასევე ჩვენი მხარდამჭერი იყო ამ სეზონის განმავლობაში. Click Productions, დიდი მადლობა რომ იღებდა მაძიებელს მთელი სეზონი და Heima Productions, მადლობა ჩვენი ახალი მუსიკალური შეფუთვისთვის. მე მგონი ხოშიანი სეზონი გამოვიდა. ჩვენ ეს 60-ლარიანი ბოქსი მივიღეთ. ძალიან. თამაშით ხო ისიამოვნე? ძალიან ისიამოვნე თამაშით. ახლა მე საჩუქრითაც ვისიამოვნე, მაგრამ მართლა ძალიან კაი თამაში იყო. ძალიან დიდი მადლობა. მეც ვისიამოვნე სახში რომ კაი სუნი მექნება. ძალიან კარგი იყო. მე დიდი იმედი მაქვს რომ შევხვდებით მაძიებლის მესამე სეზონში. ალა ვახტანგი მოვიდა. კიდევ ერთხელ. სეზონის გამარჯვება ვახტანგია.